გამარჯობა მარიამ. როგორ ხარ დაჩი? ლაპარაკი გვინდა უბრალოდ. ვიცი, რასაც მეთქვნია, კარგი გოგო არ უნდა და ეს ეთქვა და ასე შემდეგ. ვიცი, არც გაბრაზებული ვარ, არც ნაწყენი. მართლა? მართლა. მაშინ საღამოს ესპანეთის საქართველოსთან შევუჯდებით? ჩაუჯდებით, მე არ მოვდივარ და მგონი დროა ნელ-ნელა დისტანცირება დავწყე. აი რა, ნუ მოდიალო. კარგი რა, ალექსანდრე, განშის გარეშე. მარიამ, მოგიყევი რა გეწყინა. ერთხელ უკვე დავყარდა მეგობრები და აღარ მინდა მეორედ იგივეს განიცდა. ამიტომაც სანამ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა, ჯობია ნელ-ნელა ჩამოშორდეთ. მაგას ჩვენ არ დაუშვებთ. აქ იმისთვის ვართ, რომ მოგისმინოთ და გავარკვიოთ რას გძნობ. დაჩი, ეგრე რა ლაპარაკობ. როგორ ეგრე? მარიამ, მართლა რა რა ნია? გაწევი ხელზე? არაფერი. მანახე. არ განსაჯოთ, კითხე რას გრძნობს მოусმინეთ. ეს რა არის? ფსიქოლოგის რჩევა, როგორ რომ მოგცენ ნაწყენ მეგობარს. ჩემს გამო ფსიქოლოგთან იყავით? და შპარგალკებით მოხვედით? ვახ, რა საყვარელი დეგენერატები ხართ. წამო რა, ერთად უყუროთ ნაკრების თამაში გთხოვ. მეც გთხოვ. აი, წამო.